ირანის გარშემო ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალურ გავლენას მოახდენს, ასე აფასებს გალთან თაგართი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ირანს 2025 წელს ქვეყნის მთლიანი სავალუტო შემოდინების მხოლოდ 0.9% ეკავა. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მოკლევადიან პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე არსებით გავლენას არ მოახდენს, თუმცა ანალიტიკოსების მოლოდინით თუ დაძაბულობა დაახლოებით 1 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა 2026 წლის ეკონომიკური ზრდა 6%-იანი მოლოდინიდან მხოლოდ 0.2% პუნქტით შემცირდება. ინფლაციური ეფექტი კი ზომიერი და დროებითი იქნება. უფრო მეტად საყურადღებოა ისრაელი ტურიზმისა და ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ რისკი ამ ეტაპზე შეფასებულია როგორც კონტროლირებადი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პირდაპირი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არსებული მონაცემებით უმნიშვნელო იქნება. როგორ ახდენს გადაწყობას ამ შემთხვევაში უკვე ტურისტული სექტორი, გიორგი დოლიძე HSE Group Hospitality-ის გენერალური დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად რა ხდება თქვენს პარტნიორებთან, იმიტომ რომ დღევანდელი გადაცემაში ბევრი მიმართულება მიმოვიხილეთ, როგორც მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ბირჟებზე არსებული სურათი, ასევე მიწოდების ჯაჭვები და საინტერესო ამ შემთხვევაში დაუშვათ იგივე არაბულ სამყაროში ეს საკმაოდ რთული ვითარება, რა ტიპის გავლენას ახდენს თვითონ სამასპინძლო სექტორზე. ჩვენ სახეზე გქონდა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ შემთხვევაში იგივე დუბაისა და თუნდაც ყატარში, მათი საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოფს ამ დღესაც არის დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი ჩამოყვანას და ეს ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე სტაბილურობით, განსაკუთრებით სამასპინძლო კუთხით გამოირჩეოდნენ და სერვისი მათი აბსოლუტურად ყველასთვის აუცილებელი იყო, დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ გყავთ პარტნიორები სწორედ ამ ქვეყნებში, სწორედ ამიტომ კითხულობთ, იქ რა ხდება ჯერ? კი ბატონო, ესე იგი ჩვენ ეგრეთ წოდებული გამომუშავებული იმუნიტეტით ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს შევხვდეთ და დღეს ყველაფერი არის გამომდინარე აი ამ დაძაბული სიტუაციიდან, კითხვის ნიშნების ქვეშ, ყველაფერი არის ვარაუდის დონეზე, შეიძლება ითქვას სტრატეგია თუ ასე შემდეგ. თავისთავად როგორც შიდა, როგორც შემომყვანი, ასევე გამყვანი ტურიზმისთვის ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დარტყმა, მაშინ როდესაც ხედავთ სეზონი არის კარს მომდგარი, სადაც ესე ვთქვათ შარშანდლიდან გამომდინარე ვარაუდობდით +10%-იან ზრდას, ვარაუდობდით 80-90%-იან დატვირთულობას უშუალოდ აპრილიდან, თუმცა ჯერჯერობით ამის არ გარანტიებს ვერ გვაძლევს შექმნილი გარემო პირობები, როდესაც სეზონი სულ რაღაც 2 კვირიდან 1 თვემდე მერყეობს, რომ შევიდეთ მაღალ და პიკურ დატვირთულობის პერიოდში, ჩვენთვის საქართველოსთვის ორ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციაზე მიმდინარეობს ასეთი ტიპის დაძაბული მოქმედებები, გაუქმებული არის რეისები, ისრაელი და ზოგადად ემირატები. საქართველოს შემოყვანი ტურიზმის სტატისტიკაში არის ნამდვილად მოწინავე ადგილას, დაახლოებით 12-დან 15%-მდეც კი იკავებს ისრაელი შემოყვანი ტურიზმის და ზოგადად სასტუმროების დატვირთულობაში მათი სეგმენტის წილს. შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ ისე და ისე ვარაუდის დონეზე თუ აღნიშნული ვითარება 15 მარტის შემდეგ ისე სტაბილურად გაგრძელდა, მოხდა სხვადასხვა სახის ესკალაციები, ეს რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს მნიშვნელოვნად სამომავლოდ გაკეთებულ რეზერვაციებზე, რომლებიც პარტნიორებს უკვე დაჯავშნილი აქვთ, მათ შორის გასული წლის შემოდგომის პერიოდიდანაც, ნაწილ მათგანზე თანხებიც არის გადახდილი და ასე შემდეგ. აღსანიშნავი არის ის გარემოება, რომ უახლოესი ვთქვათ 27-28 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე პერიოდში ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მასიური და კრიტიკული გაუქმებები მოდის სამომავლო პერიოდზე, უფრო გაუქმებები ეხება და მიბმული არის პირდაპირ last minute გაუქმებულ და გადადებულ ფრენებთან მიმართებაში, ეს ერთგვარად დამაიმედებელია, მაგრამ ისევ და ისევ არის სამსჯელო და სავარაუდო საკითხი, პირდაპირ არის დამოკიდებული, ესე რომ ვთქვათ, სიტყვა თუზე, თუ დამთავრდება მალე, შესაბამისად გასულ წლებშიც გქონია მსგავსი პრაქტიკა, რომ მით უმეტეს სეზონის წინ უფრო ჩქარდება ხოლმე ამის აღდგენა და ასე შემდეგ. თუმცა მაშინ ძალიან მალე მოახერხეთ გადაწყობა შექმნილი ვითარების გასული წლის ზაფხულში იყო, როგორც მახსოვს, ზუსტად 2 კვირიანი ესკალაცია ამ მიმართულებებიდან, რა თქმა უნდა, როდესაც არის მაღალი სეზონი, იქ თავისთავად მტკინვეულია, რომ წინასწარ დაჯავშნილი გარანტირებული ჯავშნები გეხსნება, თქვათ თანხების დაბრუნება გიწევს ან დეპოზიტზე შენარჩუნება, ასევე არანაკლებ მტკინვეულია, როდესაც ეს ყველაფერი ხდება დაბალ სეზონზე, იმიტომ რომ დაბალი სეზონიც თავისთავად უკვე თითო
ჯავშანიც კი მნიშვნელოვანი არის სასტუმროებისთვის დაბალი სეზონის პირობებზე. აქედან გამომდინარე ერთი შეხედვით კი შეიძლება ვთქვათ, რომ იმიტომ რომ დაბალი სეზონია ძალიან ბევრი გაუქმებების დარტყმა ჯერჯერობით სექტორს ესე ვთქვათ არ მიუღია, თუმცა ის ერთეული ჯავშნის გაუქმებებიც, რომლებიც ამ ჯამში თუ სწორად მახსოვს და არ ვწდები 20-25 ფრენამდე იყო რეისები გადადებული, გაუქმებული ამ პერიოდის განმავლობაში და ამ შემთხვევაში ის ტურისტებიც კი, რომლებიც უკვე დაჯავშნის სასტუმროებში ჩადიოდნენ, მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგი არის დაბალი სეზონის მიუხედავად. რეალურად ზოგადად ასეთი პროცესებისას ტურიზმი ყველაზე ისეთ დიდი დარტყმის ქვეშ არის, არა მხოლოდ დაუშვათ ამ კონფლიქტის ზონაში, არამედ მთლიანად განწყობაზე და გავლენას პოულობს მთლიანობაში. ეხლა ჩანს დაუშვათ ეს სურათი, რომ გლობალურად მოგზაურობის მოყვარულებმა ერთგვარად დაიწყონ დაუშვათ ფიქრი გადადებაზე, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგზაურობის, ანუ ეს ტენდენცია ჩანს. მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ჩვენში მაგალითზე, ბუნებრივია ზოგადად გლობალურ ტენდენციებს ხო უყურებთ და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, იმიტომ რომ განწყობა მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით თითქოს ყველგან რაღაც ხდება, ხო? ანუ სურათი ესეთი გვაქვს სამწუხაროდ. უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით იმ ტერიტორიებთან და იმ მიდამოებში, სადაც არის ესკალირებული, ესე ვთქვათ, ეპიცენტრი და მსგავსი დაძაბულობები, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაკლებობის განცდა ყველას უჩნდება, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს განსაკუთრებით ბოლო წლებში და წელსაც უკავია და პოზიციონირებული არის როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულება, რაც შეიძლება იმ შემთხვევაში თუ გადაიზრდება ეს უფრო ფართომასშტაბიან დაძაბულობებში და უფრო დიდი ხანგრძლივობით იქნება წარმოდგენილი საომარი მოქმედებები, შესაძლოა ისე და ისე ვარაუდის დონეზე, რომ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებმა, რომლებიც უკვე მათი გამყვანი ტურიზმი აქცენტს აკეთებდა ემირატებში, დუბაიში, აბუ-დაბისა და სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ მარტივად ხელმისაწვდომ ლოკაციებზე, სადაც ასე შემთხვევაში საქართველოს შეიძლება იყოს ერთგვარად ალტერნატივა ამ ნაწილში. სწორად მივდიოდი, კი ბატონო, ამ შემთხვევაში, სადაც უფრო მარტივად შეგიძლია სახმელეთო გზით გადაკვეთო, მოხდე უსაფრთხო რეგიონში, მოხდე უსაფრთხო ქვეყანაში, შესაძლოა იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა და ის ალტერნატივა აღარ დარჩა ხალხს, რომ აპრილში, მაისსა თუ ივნისში რაზეც თავისთავად არც მინდა და არავის არ უნდა დღეს ამაზე ფიქრი, თუმცა შესაძლოა რომ ეს უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები და მეგობარი ქვეყნების მიმართულებები, საიდანაც კიდევ უფრო გავზრდით ტურისტული ნაკადების რიცხვს მოყოლებული ჩინეთიდან, ასევე ევროპის მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ფრენები და თუ იმ ფრენებს, რომლებიც ჩარშან დაემატა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან პირდაპირ რეისებს გულისხმობ ევროპიდან, ამ შემთხვევაში ევროპაზეც გაცილებით უფრო მეტი აქცენტები შეიძლება გაკეთდეს და ამით რაღაც კუთხით შეივსოს. ერთგვარი შუადერეფნის კონტექსტზე ვსაუბრობთ გაცემის წინა ნაწილში, როდესაც აი ამ ძალიან გლობალურად რთულ სიტუაციაში ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ შუადერეფანს კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა ენიჭება და მნიშვნელობა. ანუ ამ ნაწილში ტურისტული თვალსაზრისით შეიძლება ეს კონტექსტები განვიხილოთ. ტურისტული თვალსაზრისითაც გახანგრძლივების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ როგორც ჩვენს მაგალითზე რო ავიღოთ, როგორც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღეს დაგეგმილა აპრილის რეისებზე ან მაისის რეისებზე ფიქრობენ და ვარაუდის დონეზე აქვს წავლენ თუ არ წავლენ, შესაძლოა თუ ეს გახანგრძლივდება, მერე იფიქრონ სად დაისვენონ, სად გადაადგილდნენ, შეიძლება შიდა ტურიზმიც დაიტვირთოს და უფრო მოტივაცია მიეცეს, ან უფრო ისეთი ქვეყნები აარჩიონ, სადაც მარტივად მოხვდებიან და დაბრუნებაც მარტივი იქნება და ის ლოგიკური რისკი აი ამ ეპიცენტრთან მიახლოების ან ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორც ეს მოხდა დუბაიში, ეპიცენტრის გაჩენის ერთ-ერთი კერა არ იქნება. ამ რისკებს თავისთავად ყველა დააზღვევს, როგორც შიდა ისე გამყვანი მიმართულებები, თუმცა მაინც ჯერჯერობით იმედს ვიტოვებთ, რომ არ გასცდება ორ კვირას თუ ეს ყველაფერი ჩაიკეტა აი ამ ზუსტად ორი კვირიანი პერიოდით, როგორც შარშან მაშინ. თუმცა იმედის გარდა დღეს ალბათ არაფერი არ გვაქვს დღეს დახვალ, ესე ვთქვათ, სასაკეთებლად. მუშაობთ მაგალითად იგივე პარტნიორებს ევროპისა და თუნდაც იგივე მეზობელი ქვეყნები, რადგან ახსენეთ ამ მიმართულებით, რომ ეს გარკვეულწილად დანაკლისი ერთგვარად მერე შეივსოთ ამ მიმართულებებიდან. რა თქმა უნდა, პარტნიორებს ლოკალური და ისრაელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული იქ სტატისტიკაში პირველი მეორე ადგილი არის, მოწინავეა, როგორც თქვით, ჩვენ როგორც ადგილობრივ ისევე
უცხოელ ტურისტულ პარტნიორ კომპანიებთან გვაქვს ყოველდღიური მიმოწერა, მსჯელობა, ამიტომ წეგან ეს იყო უფრო გაუქმებები ჯერჯერობით, არა საუბარი აპრილის რეზერვაციების გაუქმებებზე. იქ არის კითხვები და ესე ვთქვათ, ჩვენგან გარანტიების მიღება, რომ იმ შემთხვევაში თუ რეისები გაუქმდება, ხო დაბრუნდება გადახდილი დეპოზიტი, ან თუ გადავადდება, ან რითი დავაბალანსებთ და რითი შეგვიძლია რომ აი ამ ფორს-მაჟორულ სიტუაციას, რომელიც სამწუხაროდ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, როგორ გავუმკლავდეთ. აქვე ის ფაქტი არის აღსანიშნავი, რომ ისრაელსა და ემირატების მიმართულებით ქვეყნებში უკვე მარტის 20-დან დაახლოებით 20 აპრილამდე არის ხოლმე სხვადასხვა სახის დღესასწაულები, არდადეგები, საიდანაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა უფრო დიდი დატვირთვა. აქაც ჯერჯერობით არ არის მასშტაბური, მასიური და კრიტიკული, ესე ვთქვათ, ტოტალური გაუქმებები, არის კითხვის ნიშნები, გაუქმებები გვაქვს დღეიდან 5 დღის, 1 კვირის პერიოდში, სადაც გარანტირებულად იციან თვითონაც, რომ რეისები არის ჩახსნილი და ჯავშნის დატოვებას ფიზიკურად არანაირი აზრი არ აქვს. აქ ფასის პოლიტიკაზეც არის ხოლმე მსჯელობა, რა შეიძლება, რითი შეიძლება რომ უფრო დააკომპენსირო და მოიზიდო, თუმცა ეს ისეთი გლობალური გამოწვევაა, სადაც ამ სტრატეგიას რო ფასი შეამცირო, დღეს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ არის რეისი და თუ არ არის რეისი, საჩუქრად რო გაუკეთო ნომერი და ოთახი სასტუმროში მაინც ვერავინ ვერ ჩამოვა, აი სამომავლოდ შესაძლებელია რომ ახალი ბაზარი თუ იქნება მოსაზიდი ან უფრო მეტად წასახალისებელი არსებული რომელიმე მიმართულებები გარკვეული ტიპის ესე ვთქვათ წერტილოვანი დისკაუნტებით სხვადასხვა სიტუაციები დავაბალანსოთ. თუმცა დღეს ჯერჯერობით დღეს და ხვალ ამის საჭიროება არ დგას, მაგრამ ამას გვაჩვენებს ალბათ 15 მარტამდე პერიოდი და ის ყოველდღიური ახალ-ახალი სიურპრიზები და განვითარება, რაც სუფევს დაძაბულ რეგიონებში. კი ბატონო, ახლო აღმოსავლეთში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება ეს საკმაოდ რთული ვითარება, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა წამს, არა მხოლოდ ასეთი მოქმედებები იწვევს ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას, არამედ რეალურად გლობალურ ეკონომიკაზე და ადგილობრივზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას პოვებს. გიორგი დოლიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.